მაყურებელს ჩვენი პროგრამის მთავარი თემა წარუდგინოთ ნოტარიატში დანერგილი სიახლეები, გამარტივებული მომსახურება და ხელმისაწვდომობა. გამარტივებული სანოტარო მომსახურების შესახებ დღეს ახლა ვნახოთ ანა მეზრიშვილის სიუჟეტი, რომლის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად აგიბრუნებით. თუ არ ხართ დედაქალაქში დაკარგეთ თქვენთვის საჭირო დოკუმენტები და გსურთ მათი დამოწმებული ასლი მიიღოთ, ამისთვის შეგიძლიათ ნებისმიერ ქალაქში ნებისმიერ სანოტარო ბიუროს მიაკითხოთ. უკვე რამდენიმე თვეა ნოტარიუსთა პალატის მთელი არქივი ერთიან ელექტრონულ ბაზაში გაერთიანდა, რომელთანაც ცდომა ყველა სანოტარო ბიუროს აქვს. ნოტარიუსი ნარგიზა ჯანხოთელი ელექტრონული არქივით საკმაოდ ხშირად სარგებლობს. მას და მის კლიენტებს მუშაობის პროცესი ინტერნეტ საცავმას საკმაოდ გაუმარტივა. 2011 წელს მთლიანად დასრულდა ანდერძებისა და მემკვიდრეობების დაარქივება ელექტრონულ ბაზაში და ელექტრონული ბაზის მეშვეობით ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია უკვე ყველა მოქალაქისათვის დაინტერესებული პირის მომართვის საფუძველზე. ამან მოქალაქეებს საკმაოდ გაუმარტივა შესაბამისი სერვისის მიღება, რომელიც შესაძლებელია როგორც ნოტარიუსთა პალატაში, ასევე იუსტიციის სახლებში და თვითონ ნებისმიერი ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში. ეს ის ოთახია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში არქივში დაცულ დოკუმენტებს ელექტრონულ რეესტრში არეგისტრირებდნენ. ინტერნეტ ბაზაში სანოტარო აქტებს სკანირებული ფორმითაც ტვირთავენ, რაც ნოტარიუსებს საქმეს კიდევ უფრო უმარტივებს. ძირითადად მუშაობ სამყარო საქმეებზე და ანდერძის რეგისტრაცია ხდება. თუ არის განცხადებაში, თუ არის საქმე სამყარო საქმე, მაშინ ვირჩევთ სამყარო საქმის რეესტრს, თუ არის ანდერძი, უშუალოდ ხდება ანდერძის არქივი. უკვე დასრულდა მთლიანად ჩვენ საცავში არსებული სამყარო საქმეები და ანდერძების ელექტრონული ვერსიის გაკეთება და დღესდღეობით მიმდინარეობს ამ პროცესის ამ დამატებითი მასალის შეყვანა, უფრო მეტი ვთქვათ პირადი ინფორმაციის შეტანა და ასევე სკანირება. ნოტარიუსთა პალატის არქივის დიდი ნაწილი უკვე ინტერნეტ სივრცეშია. დარჩენილი ნაწილის ასატურთად კი პროფესიონალების ჯგუფი ყოველდღიურად მუშაობს. როგორც გითხარით, დღეს ამ თემასთან დაკავშირებით დღევანდელი ჩვენი სტუმარი გახლავთ ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია. თქვენ კი შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომერზე 240 შეკითხვა დავუსვათ ჩვენ სტუმარს და მიიღოთ მისგან ამომწურავი პასუხი. დილომშვიდობის ელე დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩვენ სიუჟეტშიც ვნახეთ, რომ გასული წელი მართლაც გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრი სიახლე დაინერგა ნოტარიატში. რა სიახლეებზეა საუბარი და რეალურად რა გამარტივდა მოქალაქეებისთვის? მთავარი და ასე ვთქვათ წლის სიახლე, რომელზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ, ეს არის ერთიანი ელექტრონული ბაზა, რომელიც შეიქმნა, ანუ ერთიანი სამემკვიდრეო და ანდერძების ბაზა, რაც გულისხმობს იმას, რომ მთელი საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით მიუხედავად იმისა, რომელ წელს, როდის, რა პერიოდში იქნა შესრულებული ესა თუ ის სანოტარო მოქმედება მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, ანუ აქ იგულისხმება როგორც ანდერძები, ასევე ნებისმიერი სამკვიდრო მოწმობები, ყველა ეს 1 სექტემბრისათვის დასრულდა, ანუ მათი აღწერა დასრულდა და არის ერთიან ელექტრონულ ბაზაში განთავსებული. ანუ ნებისმიერი ინფორმაცია ამის შესახებ შეიძლება ელექტრონულად მოვიძიოთ. ეს მარტივია იმდენად, რამდენადაც თუ აქამდე მოქალაქეს მაგალითად არ იცოდა, რომელ ნოტარიუსთან დატოვა ანდერძი ამა თუ იმ პიროვნებამ. და მისი მოძიება ამ შემთხვევაში იყო შეუძლებელი, ანუ სათითაოდ ყველა ნოტარიუსთან 200 ნოტარიუსთან უნდა მისულიყო და ეკითხა. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან გამარტივებული პროცედურა ელექტრონულად ბაზის გაუსვლელად. და როგორ ხდება ეს? ვუკავშირდებით ნოტარიუსს ან ნოტარიუსთა პალატას და შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, ანუ ნებისმიერ გარეშე პირზე რასაკვირველია ეს ინფორმაცია არ გაიცემა, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელ ნოტარიუსს და როდის შესრულდა ეს მოქმედება, შესრულდა თუ არა საერთოდ ზოგადად და შესაბამისად ამ დოკუმენტის დამოწმებული ასლის მიღება შეგიძლიათ უკვე საქართველოს ნოტარიუსთა პალატიდან. საკმაოდ გამარტივებულია. ონლაინ ინვოიზეც იყო საუბარი, გამახვევა. ონლაინ რაც შეეხება გამარტივებულ მოქმედებას, აგრეთვე დავნერგეთ უკვე ელექტრონული ინვოისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სანოტარო მოქმედება, რომელიც რეგისტრირდება ერთიან ბაზაში, ავტომატურ რეჟიმში მას მოყვება ელექტრონული ინვოისი. ანუ
იმ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც თქვენ ნოტარიუსთან გადაიხადეთ. და კიდე ერთ სიახლეზე მინდა გავამახვილო ყურადღება, თუ ორ პირს უნდოდა სანოტარო ხელშეკრულების დადება, მათ უწევდათ ერთ ქალაქში შეხვედრა. თუმცა ამ მხრივადაც არის სიახლე, გამარტივებულია ეს მომსახურება, იქნებ ამაზეც გვესაუბროთ. ეს სიახლე ნამდვილად არის, ანუ თუ მაგალითად ნაზღუდების ხელშეკრულების გაფორმებისათვის მყიდველი იმყოფება ქალაქ ბათუმში და გამყიდველი იმყოფება ქალაქ თბილისში ამ პირიქით, მათ არ სჭირდებათ აუცილებლად ერთ ქალაქში თავმოყრა, ერთი მხარე მიდის თავის ქალაქში ნოტარიუსთან, მეორე თავის ქალაქში ნოტარიუსთან და ნოტარიუსები ონლაინ რეჟიმში უკავშირდებიან ერთმანეთს და ასრულებენ სანოტარო მოქმედებას. ასევე საკმაოდ ძალიან კარგი, მე ერთ შეკითხვა მაქვს, მანამდე კი ჩვენი მაყურებელი ეკავს. დილამშვიდობის. გისმენთ დილამშვიდობის. დილამშვიდობისა მოგესალმებით. მაქვს ესეთი შეკითხვა. ბებია და ბაბუა გარდამეცვალნენ. ბებია და ბაბუა გარდაეცვალა. გისმენთ ჩვენ მეტყვით ანუ შეკითხვას ჩვენ სტუმარს. გისმენთ. ბებია და ბაბუა გარდამეცვალნენ და არ გვაქვს საბუთები. და მაინტერესებს ხომ არ დავკარგავთ ქონებას. ამჟამად ცოცხალია მამაჩემ. სხვა მემკვიდრე არ ყავდეს. რა თქმა უნდა, ქონების დაკარგვას არანაირი საფრთხე არ ემუქნება, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მისი შესაბამისი ფორმით გაფორმება. უბრალოდ აქ ერთი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ მემკვიდრე არ დაეუფლა ქონებას 6 თვის ვადაში და არც განცხადება არ შეიტანა სანოტარო ბიუროში ამ უფლების რეალიზაციის შესახებ, მაშინ მას შეიძლება ამ უფლებაზე უბრალოდ მოთხოვნის აღდგენა სასამართლოს გზით დასჭირდეს. თუმცა აქვს 6 თვე იმისთვის, რომ განაცხადი შეიტანოს და ყოველგვარი სასამართლოს ფაქტიურად დაეუფლოს, ანუ შეუდგეს ქონების მართვას. კარგი, მე მაინტერესებს ადამიანი, როდესაც არის საზღვრების გარეთ, ანუ ქვეყანაში არ არის. იმ შემთხვევაში რა ხდება? უნდა რაღაცის ყიდვა გააკეთო, მარტივად. Ну, ეს უკვე ვთქვათ, არც ისეთი სიახლეა, დაახლოებით წელიწად ნახევარია, რაც მოქმედებს საქართველოში ონლაინ რეჟიმში მინდობილობებისა და თანხმობების დამოწმება, როცა საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი მოქალაქე უკავშირდება საქართველოში ნოტარიუს Skype-ის მეშვეობით და ელექტრონულ ფორმატში ხდება მისი პირადობის გადამოწმება და შესაბამისად მინდობილობის დამოწმება. როგორ უნდა იპოვნოს მოქალაქემ, რომელიც სიტყვაზე სახლის თავის პერსონალურ კომპიუტერიდან დაუკავშირდეს ნებისმიერ ნოტარიუსს? და სად არის ეს ბაზა, როგორ შეიძლება? ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე, რომელიც არის სამივე notari.g, სადაც ცნობარი არის სანოტარო ბიუროების შესახებ და იქვე არის ელექტრონული, ასე ვთქვათ, დაკავშირების საშუალება უფასოდ რასაკვირველია შესაბამისი კონსულტაციების მიღება ნოტარიუსთა პალატის იურისტებთან, რომლებიც შემდგომ უფრო დაწვრილებითაც გადაამისამართებენ კონკრეტული თხოვნის შემთხვევაში და შეუძლიათ პირდაპირ ნოტარიუსთანაც საინტერესო. დიახ, ჩვენი მაყურებელი ძალიან აქტიურობს, არ წყდება ზარები ჩვენს რედაქციაში, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მოგესალმებით. მაინტერესებს რაიონში ოფის სახლი თუ შეიძლება თბილისში რომ გაფორმდეს და თქვათ იქ ჩასვლა რომ არ მოგვიწიოს ისე გადაფორმება რომ ხდეს გარდაცვლილი მშობელიდან შვილზე. რასაკვირველია, ამის შესაძლებლობა არის მას შემდეგ რაც სამკვიდრო უბნები გაუქმდა, ანუ აღარ არის კონკრეტული ნოტარიუსი კონკრეტულ უბანთან მიბმული, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სანოტარო მოქმედება, მათ შორის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული და ასევე ნებისმიერი უძრავი ქონების გაფორმებასთან თუ სხვა მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერ ნოტარიუსთან შეასრულოთ. და ჩვენთან ეკრანზე ჩანს უკვე თქვენი მისამართი უფრო სწორედ, სადაც ყველა შეუძლია სასურველი ინფორმაციის მოძიება. და ქალბატონო ნინო გუშინ ამოვიკითხე საინტერესო სტატისტიკა 2010 წელს, ესე იგი იყო მხოლოდ 4 წყვილი, რომელმაც მიმართა ნოტარიუსს საქორწინო ხელშეკრულებისთვის და 2011 წელს გაიზარდა რაოდენობა 14 წყვილმა მიმართა და შეადგინა საქორწინო კონტრაქტი. და იანვრის თვეში ყავს უკვე 4. უკვე 4. მე რა მაინტერესებს შეკითხვა, აი ახალგაზრდა წყვილი 20-21 წლის ან იმას აკეთებს ჩვენ შევქმნით ოჯახი. მე არ მიფიქრე პირადად კონტრაქტზე, გიორგი, მეც ვიცი რომ შენც არ გიფიქრია. როგორია ასაკობრივი მაჩვენებელი წყვილების, ანუ ახალგაზრდები მიმართავენ ხშირ შემთხვევაში კონტრაქტს? იცით, ახალგაზრდები, ეხლა ისეთ სტატისტიკა ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ უცნაური თვალსაზრისით, რომ საქორწინო კონტრაქტს როგორც წესი საქართველოში დღესდღეობით არსებული სტატისტიკით მიმართავენ შერეული წყვილები, მაგალითად, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქესთან ქორწინება ხდება. ეს არის სტატისტიკა. თუმცა მე აქვე აღვნიშნავ, რომ რამოდენიმე პირადად ჩემს მიერ გაფორმებულ საქორწინო კონტრაქტში რამოდენიმე ერთეულია ასეთი, მაგრამ იყო ქართველი წყვილების შემთხვევაც. და რას მსახურება უკაცრავად გაწყვეტინეთ? როგორ საქორწინო კონტრაქტის პროპაგანდა ძალიან ისეთია, იცით,
ეს არის მხარეები წინასწარ თანხმდებიან, რომ მათი განქორწინების შემთხვევაში აღარ მიმართონ სასამართლოს სადაოდ, არამედ წინასწარ გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი ქონების ბედი. თქვენი იქნება ავტომანქანა, მეუღლის იქნება სახლი. კი, მე მგონი უბრალოდ არ დავფიქრე ამ თემაზე. ასე თქვა, ცოტა უცნაურია, როდესაც ადამიანები დაქორწინების დროს უკვე იმაზე თანხმდებიან, რომ რო განქორწინდებით რა მოხდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ ძირითადად ამ კონტრაქტის მიხედვით დატვირთვა მოდის განქორწინების შემთხვევაში. კონტრაქტის ძირითადად სხვაზე რაზე უნდა შეთანხმდნენ ხო? სამწუხაროდ საღვაზე საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ვერ შევთანხმდებით. ეს არ არის უცხოური პრაქტიკა, სადაც თქვა რაღაც არა ქონებრივ ურთიერთობებზე შეიძლება ცოლ-ქმარი შეთანხმდნენ, მაგრამ ქართული კანონმდებლობის მიხედვით ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქონებრივ დავებთან დაკავშირებული შემთხვევა, როდესაც განქორწინების შესაძლო განქორწინების შემთხვევაში ქონება როგორ თუმცა კარგია რომ სტატისტიკურად მხოლოდ უცხოელი წყვილები აფიქსირებენ არა ხო მაგრამ ძირითადად სტატისტიკურად თუ წყვილის ერთ-ერთი პირია უცხოელი იმ შემთხვევაში უნდებათ დადონ კონტრაქტი ანუ კარგია ქართულ წყვილებს არა აქვთ ესე იგი ის წინასწარ კარგია თუ ცუდი ეს ცალკეებების საგანი ალბათ იმიტომ რომ სამწუხაროდ განქორწინების შემთხვევაში ძალიან ხშირად ისეთი დავის მომსწრენი გამხდაროა სასამართლოში რომელიც არასასურველია ამიტომ უფრო ცივილურად რო გადავწყვეტოთ წინასწარ. აი დავანებოთ ამ თემას. ალბათ ვერ მოვჩევით საკმაოდ საინტერესო თემა და საკამათო თემა ძალიან ჩვენი მაყურებელი ყოველთვის აქტიურობს გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. როდესაც ერთადერთი მემკვიდრე არის პატიმარი, როგორ უნდა მიიღოს მემკვიდრეობა? ეს საკითხიც ძალიან მარტივად არის გადაწყვეტილი, მემკვიდრე რომელიც არის პატიმარი, მას შეუძლია სასჯელ ახსნილების დაწესებულების ხელმძღვანელობასთან გააფორმოს მინდობილობა თავისი უფლების გადანდობის შესახებ, ანუ მის ნაცვლად, მის სახელზე ქონების რეგისტრაცია, რა თქმა უნდა, განხორციელდება, მაგრამ დოკუმენტების შეგროვებასა და სხვა პროცედურებს მიანდობს სხვა პირს, ანუ ნდობით აღჭურვილ პირს. ამ მინდობილობის გაფორმება ნებისმიერ სასჯელ ახსნილების დაწესებულებაში ნებისმიერ პატიმარს შეუძლია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი მაყურებელი აქტიურობს კვლავაც, თუმცა ჩვენ ვართ დროში საკმაოდ შეზღუდულები და ყველაზე არს ვერ შემოვასწრებთ, თუმცა უცნაური ზარი შეიძლება. გისმენთ დილომშვიდობის. კარბატონ მინდიაშვილთან გზაში 2007-ში სამი მეზობლის დამოწმებით ნაკვეთის შესახებ ნოტარიუსში გავაფორმეთ ხელშეკრულება. დამეკარგა ეს, მივაკითხე მინდიაშვილს და არ მაძლევს აზრს. მეუბნება ისე მოიყვანის მეზობლებიო. მეზობლები აღარ არიან ორი, მათ შორის თბილისში. ერთი თურქეთში, ერთი რუსეთში წავიდა. როგორ მოვიქცეთ? კი ბატონო. სავარაუდოდ მე რამდენადაც ხვდები მოქალაქის შეკითხვიდან, მან შეადგინა არა ხელშეკრულება, არამედ უკვე წარდგენილ განცხადებაზე, თუ ეს ნაკვეთის დამოწმებას ეხებოდა, ხელმოწერები დაამოწმა. ეს ისეთი აქტია, რომელიც არის ერთჯერადი ხასიათის და ასეთი აქტები, ისევე როგორც დამოწმებული ასლები და სხვა სამთავრობო ბიუროში არ ინახება სამწუხაროდ, მაგრამ რჩება ჩანაწერი ამ სამთავრობო მოქმედების შესახებ. მხარეს რო გაიფორმებინა ხელშეკრულება, მისი ერთი ეგზემპლარი აუცილებლად სავალდებულო წესით იქნებოდა სამთავრობო ბიუროში დატოვებული. ასე რომ სამწუხაროდ მოუწევს ამ დოკუმენტის აღდგენა სხვა ფორმით. ან ჩანაწერის წარდგენით და სასამართლოში შესაბამისი უფლების აღდგენით, ან ახალ დოკუმენტის ან სხვა მეზობლების მიერ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმარი გახდათ საჯარო პალატის გამგეობის თავმჯდომარე ნინო ხოფერია და ჩვენ ვისაუბრებთ იმ სიახლეების შესახებ, რომელიც გასულ წელს დაინერგა ნოტარიატში. ამ თემაზე ალბათ ძალიან ბევრი მაყურებელი ეკავდა თავის როდესაც, თუმცა ჩვენ შევძლებთ მხოლოდ მცირე მათგანისთვის თქვათ დაგუმოყრებილებდა თავისი ინტერესი. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მებრძოლებისთვის. ჩვენს ეთერში ხარ რეკლამის დრო, რამდენიმე წუთში კვლავ დაგიბრუნდებით, არ გადარდოთ.